1937 წლის ზაფხული იყო. მიხეილ ჯავახიშვილი ოჯახთან ერთად ქვიშხეთში ისვენებდა. აგარაგზე რამდენიმე დღის ჩასულები იყვნენ. ჯავახიშვილს უგუნებობა ეტყობოდა. დუმარეთ დადიოდა. მეგობრებს ერიდებოდა. მათთან ბანკოს თამაშსაც გაურბოდა. იმ დილითაც უგუნებოდ გაიღვიძა. აივანზე გამოვიდა. ჩვეულებისამებრ ახალ გაზეთებს გადახედა. ისაუზნა. სიგარეტი მოსწია. ქვიშხეთის ციხისკენ ოჯახთან ერთად გაისეირნა. დღემ შვიდად ჩაიარა. საღამოს ქალიშვილთან ერთად კარგახანს იჯდა სახლის წინ ბაღში. გვიან დაიძინეს. შუაღამე გადასული იყო. მიხეილ ჯავახიშვილი ხმამაღალმა ლაპარაკმა გააღვიძა. თავს ჩეკისტი ადგა. დაბატიმრებული ხართ, გაისმო ოთახში. ხმაურზე მისი ქალიშვილი ქეთო ღამის პერანგის სამარა ფეხშიშველი შემოვარდა. მიხეილმა ქეთოს დამშვიდება სცადა. ნელა წამოდგა საწოლიდან, სათვალე გაიკეთა და ჩაცმა დაიწყო. მივიდნენ სამი კაცი იყო. ერთი მანქანაში, ორი გადავიდა. და თხოვეს ერთი არ შებრძოლებია, ერთი ცუდი არ უთქვამს, ერთი ოღონდ სახში კი შეუშეს. პიჟამოებით იყო საწყალი, პიჟამოებით იყო გამოსული ფოსტელებით ფეხზე. დაბნეული ოჯახის წევრები მიხეილისთვის ციხეში წასაღები ლოგინის მომზადებას შეუდგნენ. ჩეკისტმა ხელით ანიშნა, არ დაშირდებაო. მიხეილმა ირონიულად ჩაიცინა. გარედან მეორე ჩეკისტმა დაიძახა. Отберите у этого негодяя орден Красного Знамени. მიხეილიშვილს მიუბრუნდა და წინა დღით მწერალთა კავშირის გამბოძებული სოჭის საგზურის უკან ჩაბარებას თხოვა. შვილიშვილთან გამოთხოვების ნება დართეს. ბავშვი ხელში აიყვანა. აკოცა და თეთრ კოსტუმში გამოწყობილი თავისი განუყრელი ჯოხით ოთახიდან გავიდა. მიხეილის ხმა ეხლაც ზუსტად მახსოვს. დაბრუნდით დღესვე თბილისში. აი ეგ იყო მისი ბოლო სიტყვა. გამოიყვანეს, ჩასვეს და წაიყვანეს. მამან რო დააპატიმრეს ქვიშხეთში, ჩვენ რა თქმა უნდა იმ დღესვე წამოვედით, ჩამოვედით ღამე, ბინა დალუქული იყო. ბინაში ვერ შემოვედით, უკვე უზრუნვიათ რომ აქ შემოსულიყავით ლუქიედო კარებს, ამოვედით ეზოს მხრიდან. ძალიან ცხელოდა, მე აი ეს მახსოვს კარგად და დღემდე აი ეს არ დამავიწყდება. ესე აივნიდან გავყურებდი მტკვარს, მტკვარი ჩანს, ჩვენი აივნიდან მთებს, გაჩახჭახებული იყო ქალაქი და ვიდექი და ვფიქრობდი ჩემთვის, ჩემი ბავშვური ჭკუით, რატო ჩამოვედით ამ სიცხეში ასე მალე? სად წაიყვანეს მამა? რატო ვართ ასე ბარგით ბინაში რომ ვერ შევდივართ? მიხეილ ჯავახიშვილი პირველად 1900 წელს გაზეთ გლეხის რედაქტორობისთვის მეფის ოხრანკამ დააპატიმრა. გაზეთი მკვეთრად ეროვნულ პოზიციაზე იდგა. მიხეილს 1 წლით ციხე და 5 წლით გადასახლება მიუსაჯეს. პატიმრობის სვადა მეტეხის ციხეში მოიხადა. შემდეგ როსტოვში გადაასახლეს. მეორედ უკვე ბოლშევიკებმა დააპატიმრეს. გასაბჭოების შემდეგ საქართველოში დარჩენილმა პატრიოტებმა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ სხვადასხვა საიდუმლო ორგანიზაციები შექმნეს. ყველა ამ დაჯგუფებას და ორგანიზაციას პარიტეტული კომიტეტი აერთიანებდა. მიხეილ ჯავახიშვილი, როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი ამ კომიტეტში შედიოდა. 1923 წელს მიხეილ ჯავახიშვილი დააპატიმრეს. დააპატიმრეს და მიუსაჯეს დახვრეტა.
მაგრამ პავლე ინგოროყას ხელმძღვანელობით დელეგაცია შედგა და მივიდა სერგო ორჯონიკიძეს, მას ორჯონიკიძე იყო ეს დიდი კაცი. და სთხოვეს, რომ ნიჭიერი კაცია რომ მიხეილ ჯავა ნიჭიერი მწერალია ქართულ მწერლობას, იმასკნიო რა ქვია. და აპატიეთო და რაღაცა მიხეილ სერგო ორჯონიკიძემ ასე ვთქვათ, კაი ხასიათი იყო თუ რა იყო, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში გაანთავისუფლა მიხეილ ჯავახიშვილმა. დაპატიმრებიდან 9 წლის შემდეგ ჯავახიშვილმა რომანი არსენა მარაბდელი გამოაქვეყნა. 1932 წელს გამოსული ნაწარმოები მწერალმა სიმბოლურად 1832 წლის შეთქმულებას მიუძღვნა. რომანი სტალინის სამაგიდო წიგნად იქცა. 1936 წელს მწერალთა კავშირმა მიხეილი წითელი დროშის ორდენზე წარადგინა. ეს იმხანად უმაღლესი ჯილდო იყო. მიუხედავად ამისა, მიხეილს საბჭოთა ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან სიცოცხლის ბოლომდე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. საქართველოს ცეკას მდივანმა, ლავრენტი ბერიამ ჯავახიშვილი ამ წოდების ღირსად არ ჩათვალა და შედარებით დაბალი ხარისხის ჯილდოზე, საპატიო ნიშნის ორდენზე წარადგინა. ბერიას გადაწყვეტილება სტალინი არ დაეთანხმა და ჯავახიშვილი წითელი დროშის ორდენოსანი გახდა. თუმცა სტალინის კეთილგანწყობა და მაღალი ჯილდო მისი ხელშეუხებლობის გარანტად ვერ იქცა. წითელი დროშის ორდენით რომ დააჯილდოვეს, მიხეილი უკვე ქალის ტვირთს წერდა. ნაწარმოები 1905 წლის რევოლუციის პერიოდს ასახავდა. ლავრენტი ბერიამ, რომელიც ბოლშევიკური ორგანიზაციის ისტორიის სპეციალისტობას იჩემებდა, ჯავახიშვილს კონსულტაციას შესთავაზა. მიხეილმა იუარა. მიხეილ ჯავახიშვილი ვერის დაღმართზე ცხოვრობდა. მის აივანს ქიაჩელის ქუჩიდან ბერიას აივანი გადმოხურებდა. ჯავახიშვილი ლავრენტი პავლოვიჩს აივანზე გადმოდგას რომ დაინახავდა, უმალ ოთახში შედიოდა. ბერიას ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია. ბერიას მეუღლე ნინა გეგოჭკორი შეხვდა ერთად მიხეილ ჯავახიშვილს და უთხრა რომ ბატონო მიხეილ რატომ მეზობლები ვართ და რატომ არ მოდიხარ თუ ჩვენთან სტუმრათო ლავრენტი პავლოვიჩს ძალიან უყვარს თქვენი რომანების კითხვა და ასე შემდეგ. ეს უთხრა მიხეილ ჯავახიშვილმა იმას თავის მეუღლეს. ჯავახიშვილის მეუღლეს ლიუბა ჯაჭვაძეს ეს საჩივარი ცუდად ენიშნა და ქმარს ბერიასთან სტუმრობა ურჩია. მე მაგად გუნდრუგს ვერ ვუკმევ. ასეთი იყო მწერლის პასუხი. თუმცა საბჭოთა სისტემა მაინც თავისას მოითხოვდა. მიხეილი იძულებული გახდა დროის მოთხოვნებს ახოლოდა. სამთავისის კომუნაზე და სტალინზე ნაწარმოების შექმნა დაიწყო. მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ შეკვეთით წერა არ გამოსდიოდა. დაუმთავრებელი ნაწარმოები დახია და ქაღალდის ნაგლეჯები დაწვა. ერთის წერილში წერდა მიხეილ ჯავახიშვილი პუბლიცისტურ წერილში, რომ ტყუილად გონია ვინმეს, რომ მთავრობა მოგცეს ბევრი რამ, შეღავათი, აგარაკი, კარგი პირობები მუშაობისა და შენგან არაფერი მიიღოს. არა. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ეს ასე არ არის და მეც მინდა ბევრი რამ გავაკეთო ჩემი ქვეყნისათვის, გავაკეთო მთავრობისათვის, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ მე ძნელად ვაკეთებ ამას ყველაფერს. წერა მიხეილმა ადრეული ასაკიდან დაიწყო. თუმცა თავიდან არაფერი გამოსდიოდა. როგორც მოგვიანებით მეგობრებს გამოუწყდა, იმ პერიოდში სხვა მწერლების გავლენაც განიცდიდა. იყო კიდევ ერთი მიზეზი. მომავალმა მწერალმა ქართული ცუდად იცოდა. მიხეილ ჯავახიშვილი ბორჩალოს მაზრის სოფელ წერაქვში 1880 წელს დაიბადა. მაზრაში ქართული სკოლა არ იყო. ამიტომ პატარა მიხეილი დაბა პრივოლნოეს დაწყებით სასწავლებელში მიაბარეს. ჯავახიშვილმა რუსული განათლება მიიღო და ქართულად თითქმის ვერ ლაპარაკობდა. 1893 წელს ჯავახიშვილი წინამძღვრიანთკარის სასოფლო სამეურნეო სასწავლებელში ჩაირიცხა. სასწავლებელს ტრადიცია ჰქონდა უფროს კლასელებს ილია ჭავჭავაძისთვის დღეობა მიელოცათ.
ერთ-ერთ დღეობაზე მიხეილიც წაიყვანეს. ილიამ ყმაწვილს ბარათაშვილის ლექსის წაკითხვას თხოვა. მიხეილმა ლექსი ისეთი რუსული აქცენტით წაიკითხა, რომ ილიამ სიცილი ვერ შეიკავა. მიხეილს ეწყინა და გაჩუმდა. მაშინ ერთ-ერთმა მასწავლებელმა ილიას უთხრა: ჯერ ქართული გამოთქმა არ ეხერხება, მაგრამ მწერლობას ისე ბეჯითაც სწავლობს, ნამდვილად მწერალი გამოვაო. სასწავლებლის დასრულების შემდეგ მიხეილ ჯავახიშვილმა მამის თხოვნა გაითვალისწინა. აგრონომობა გადაწყვიტა და სწავლა იალტაში, საბაღოსნო მეღვინეობის ინსტიტუტში გააგრძელა. ინსტიტუტში სწავლის მესამე წლის თავზე, ქრისტეშობის დღესასწაულის მეორე დღეს, წერაქვში, ჯავახიშვილების ოჯახში შუაღამისას ორი შეიარაღებული მთვრალი კაცი შეიპარა. ისინი მიხეილის დის, სოფიოს გადაცებას გეგმავდნენ. შინ მხოლოდ დედაშვილი, ელენე და სოფიო იყვნენ. ვინაიდან ზამთარი იყო, დედაშვილს ერთად ეძინა განიერ საწოლზე და ესე იგი რომ მივარდნენ და სოფიოს მოტაცება უნდათ, ვერაფრით ვერ გაგლიჯეს დედაშვილი ერთმანეთს. სოფიო მართალია 14 წლის იყო, მაგრამ ძალიან ღონიერი ქალი ყოფილა, ისეთი მოსული. ბებია ჩემიც კარგი, ისეთი ვაჟკაცური ქალი ყოფილა და კარგახანი მოუწია ბრძოლა ვარს, რომ ვერაფრით ვერ წაიყვანა ეს ქალი და ბოლოს ორივეს ნაჯახით გაუჭეხა თავი და მოკლა. მიხეილმა მკვლელობის შესახებ იალტაში შემთხვევით გაიგო. ერთ-ერთმა მისმა მეგობარმა საქართველოდან ამანათით ხილი მიიღო. ხილი ქართულ გაზეთებში იყო შეხვეული. მიხეილმა გაზეთები გადაათვალიერა და დედისა და დის მოკლის ამბავი შეიტყო. სწავლას თავი დაანება და სამშობლოში დაბრუნდა. მკვლელობის შემდეგ ჯავახიშვილი სოფელში ვეღარ გაჩერდა. მშობლიური სახლი მიატოვა და თბილისში სამუდამოდ დასახლდა. წერაქვში იგი საერთოდ აღარ ჩასულა. წერაკვის ტრაგედიამ მიხეილს იმდენად დიდი გავლენა იქონია, რომ ამ ფაქტზე საერთოდ არ ლაპარაკობდა. მშვენებას ჯავახიშვილი წერაში ეძებდა. თუმცა იალტაში გატარებულმა სამმა წელმა მის ქართულზე უარყოფითი გავლენა იქონია. მიხეილი ქართული ენის ღრმად შესასწავლად შიდა ქართლში, სოფელ თამარაშენში გაემგზავრა. მასპინძლობა ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ გიორგი მაჩაბელმა გაუწია. ახალგაზრდობაში შიდა ქართლში მიღებული შთაბეჭდილებები ჯავახიშვილმა მოგვიანებით ჯაყოს ხიზნებში ასახა. ლიტერატურული მოღვაწეობა კი მიხეილმა 1903 წელს დაიწყო. გაზეთ ცნობის ფურცელში ვინმე ადამაშვილის პატარა მოთხრობა გამოქვეყნდა. საზოგადოებამ ჯავახიშვილი თავიდან სწორედ ადამაშვილის გვარით გაიცნო. ჩანჩურა, ასე ერქვა ცნობის ფურცელში გამოქვეყნებულ მის პირველ მოთხრობას. ერთხელ მიხეილმა ვერის ბაზარში მათხოვარი დაინახა, ჯუჯა, უბადრუკი, მუნჯი და მასხარა. დიდხანს დეა და უთვალთვალა. მერე სახლში მიბრუნდა და საღამოს 7 საათიდან მეორე დღის 12 საათამდე წერდა. ასე დაიბადა ჩანჩურა. ჩანჩურა სწორედ ისეთი ნაწარმოებია, რომელმაც უკვე აჩვენა მიხეილ ჯავახიშვილი მომავალში ჯაყოს ხიზნების შემქმნელი. უკვე აჩვენა, რომ მას პირველ რიგში აინტერესებდა საქართველოს სწორი გზით სვლა. 1915 წელს მიხეილ ჯავახიშვილი გაზეთ საქართველოს არაოფიციალური რედაქტორი იყო. ოფიციალური რედაქტორობის უფლება სასამართლოსგან აყრილი ჰქონდა. გაზეთი ეროვნულ პოზიციას მკვეთრად აფიქსირებდა. ამის გამო კავკასიის სამხედრო ოლქის უფროსმა გენერალმა ვოლსკიმ ჯავახიშვილის გასახლება გადაწყვიტა. მიხეილმა თავს წითელ ჯვარში მუშაობის დაწყებით უშველა. და 1916 წელს სპარსეთ ოსმალეთის ფრონტზე გაემგზავრა.
მთელი წელი მან სპარსეთში მოძრავ ლაზარეთში გაატარა. მისი ცნობილი მოთხრობა ლამბალო და ყაშა სპარსეთში მიღებული შთაბეჭდილებების ნაყოფია. ჯავახიშვილის ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი საქართველოს გასაბჭოების პირველ წლებს დაემთხვა. 3 წლის განმავლობაში ჯავახიშვილმა 3 შედევრი შექმნა. 1924 წელს კვაჭი კვაჭანტირაძე გამოვიდა. 1 წლის შემდეგ საზოგადოებამ უკვე ჯაყოს ხიზნები მიიღო. ნაწარმოებში მწერალმა საქართველოს რეალობა იმდენად გაშიშვლებული სახით აჩვენა, რომ რომანმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. რუსთაველის თეატრში ჯაყოს ხიზნების გმირების გასამართლებაც კი მოეწყო. აქცენტი გადაგქონდათ იმაზე, რომ ვითომ ჯაყო ოსია. არავითარი მნიშვნელობა მწერლისათვის. ახლა სხვა რომ შემოეყვანა და დაუშვათ სომეხი ყოფილიყო ჯაყო, ამ დაუშვათ აზერბაიჯანელი, ამ დაუშვათ რუსი, ამას მნიშვნელობა არ ქონდა. ეს იყო უცხო მოვლენა, რომელიც დაეუფლა საქართველოს. ჯავახიშვილს მეგობარი მწერლებიც აუმხედრდნენ. მიხეილის არგუმენტი ჯაყოს ხიზნების საბჭოთა სინამდვილემ დამაწერინაო, იმდენად მყარი აღმოჩნდა, რომ ხმის ამოღება ვეღარავინ გაბედა. ჯაყოს ხიზნების 60 წლის შემდეგაც გაასამართლეს, როდესაც ნაწარმოების სატელევიზიო ვერსია გაკეთდა. გაჩნდებოდი თორემა. სპექტაკლზე არც იყო მსჯელობა. იქ იყო მსჯელობა თვითონ ნაწარმოებზე და თვითონ საკითხზე და თვითონ ასე დანახო საქართველოს. და ისეთი ძალიან დიდი პროცენტის აგრესიული გამოიწვია დამოკიდებულება. ძალიან დიდი პროცენტის. მე მახსოვს 2000-ზე მეტი წერილი მოსული ტელევიზიის მისამართით გამოგზავნილი, სადაც უმეტესობა, აი ამ წერილთა 90% თუ მეტი არა, ითხოვდა ფილმის განადგურებას, რაღაც საზარელ რაღაცებზე. 1926 წელს მიხეილ ჯავახიშვილის შემდეგი ნაწარმოები თეთრი საყელო დაიბეჭდა. კომუნისტურმა რეჟიმმა რომანი უარყოფითად შეაფასა. თუმცა ამ წიგნით უკმაყოფილო მხოლოდ ბოლშევიკები არ დარჩენილა. ნაწარმოებმა ხევსურეთში ისეთი აღშფოთება გამოიწვია, რომ ხევსურებმა მწერლის მოკლა გადაწყვიტეს. თეთრი საყელოს შემდეგ ჯავახიშვილს კარგახანს არაფერს უბეჭდავდნენ. ამბობდნენ, რომ თეთრი საყელო ეს არის ბურჟუაზიული მწერლის, მსოფლმხედველობის მქონე მწერლის შექმნილი ნაწარმოები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან შეწუხებული იყო ამის გამო მიხეილ ჯავახიშვილი. იცით, შეიძლება ითქვას, რომ თეთრ საყელოზე უფრო მეტად შეუტიეს მიხეილ ჯავახიშვილს, ვიდრე ჯაყოს ხიზნებზე. ხელისუფლების მიერ მოკვეთილმა ჯავახიშვილმა 1927 წელს თავის მეგობარ მწერლებთან ერთად ასოციაცია დააფუძნა. ასოციაცია არიფიონის თავმჯდომარედ თვითონ მიხეილი აირჩიეს. 1928 წელს ჟურნალი არიფიონი გამოსცეს. ჟურნალს ცნობილი საზოგადო მოღვაწე გერონტე ქიქოძე რედაქტორობდა. არიფიონი ღიად უარყოფდა მოსკოვის მითითებებს, საბჭოთა მწერლობისთვის განსაზღვრული ფორმისა და იდეოლოგიის შესახებ. 1928 წლის მარტში საქართველოს მწერალთა მეორე ყრილობა ჩატარდა, რომელმაც არიფიონის საქმიანობა დაგმო. ამის შემდეგ ხელისუფლებამ ჯგუფი მალე დაშალა. თუმცა არიფიონის წევრებს ბრძოლა არ შეუწყვეტია და მწერალთა ფედერაცია დააარსეს.
ფედერაციას ერთხანს გრიგოლ რობაქიძე ხელმძღვანელობდა. ეს გაერთიანება პროლეტ მწერლებმა ფეოდალურ მწერალთა თავყრილობად მონათლა. ფედერაციამ ასოციაციის ბედი მალე გაიზიარა. არიფიონის მსგავსად ბოლშევიკებმა 1923 წელს ისიც გააუქმეს. იმავე წელს საბჭოთა საქართველოს მწერალთა კავშირი შეიქმნა, რომელშიც მიხეილ ჯავახიშვილი შევიდა. მწერალთა კავშირის წევრები ჯავახიშვილთან ერთად მისი მეგობრებიც გახდნენ. მიხეილს მეგობრების ვიწრო წრე ჰყავდა. გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, გერონდი კიკოძე. ისინი საღამოობით ერთმანეთთან ოჯახებში იკრიბებოდნენ, საუბრობდნენ, ბანკოს თამაშობდნენ. მოგზაურობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ხშირად ქეიფობდნენ კიდეც. ძალიან ახლო მეგობარი იყო გერონდი კიკოძე. ეს სულიერი მეგობარი იყო თითქმის. კონსტანტინ ჭიჭინაძე, შალვა დადიანთან მეგობრობდა, გალაქტიონთან მეგობრობდა. უმცროსი იყო გალაქტიონი, მაგრამ მაინც რაღაც ესეთი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. ეს მწერლები მოდიოდნენ ჩვენ ოჯახში და მამას ძალიან უყვარდა პრეფერანსი, ესეთი კარტის თამაში და კარტის პრეფერანსს თამაშობდნენ და თან სხვა თემაზე საუბრობდნენ. ერთხელ ტიციან ტაბიძესთან შეიკრიბნენ. ივლისის ხვატი იდგა. მიხეილ ჯავახიშვილი წასასვლელად მომზადებულა. შინ ფეხბურთი მეცოლიელოდა. ტიციანსა და პაოლოს ჯავახიშვილი ვახშამზე ძალი დაუტოვებიათ. დაუთვრიათ. და ცოლთან რომ არ ეჭვიანა, ლექსად დაწერილი მოწმობა გაუტანებიათ. მოწმობას ხელს ცნობილი რუსი მწერალი ანდრეი ბელიც აწერდა. მიხეილს მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათი ჰქონდა. გაბრაზებული ოჯახშიც იშვიათად უნახავთ, მაგრამ იყო განსაკუთრებული შემთხვევებიც. ერთხელ მიხეილისთვის მის ქალიშვილს პაპიროსისთვის თავის დანებება უთხოვია. რამდენიმე დღე მართლაც დაუნდებებია თავი და იმ დღეებში ისეთი ცუდი ხასიათი გამოუჩენია, ანჩხლობდა, ბრაზობდა, ეს უკვე სიგარეტს რო ვერ ეწევდა, ეტყობა იმოქმედა ამ ამბავმა და ვერ ასწერდა ფაქტიურად. და შემდეგ ჩემდა სიცოცხლე შეუტანია და დაუბრია. ძირითადად ეწევდა სიგარეტი, ახლა არის თორე მაშინ იყო პაპიროსი. პაპიროსი კოლოფი დაუდო და მამამ სიამოვნებით ამოიღო თურმე და სიამოვნებით გააბოლა. საბჭოთა ხელისუფლება დამსმენების შეგზავნას მეგობართა წრეშიც ახერხებდა. ჯავახიშვილის მეგობრებს შორისაც ტრიალებდა ასეთი, რომელსაც არა თუ დასმენ, არამედ მიხეილის მკვლელობა ჰქონდა დავალებული. მიხეილ ჯავახიშვილის სამეგობროში იყო ერთი პოეტი. ცნობილი პოეტი იყო, რომელიც უშიშროებამ სუკმა გადაიბირა 1924 წელს, 24 წლის აჯანყების დროს. სუკის დავალებით ამ ერთმა პოეტმა, რომელიც იყო წარმოშობით კახეთიდან, სოფელში დაბადიჟა ეს სამეგობრო მეგობრები ტიციანი და ბერონდი და სხვები დაბადიჟა. ნუ გაიშალა სუფრა და მან თომ ძალიან დათვრა, ამოიღო რევოლვერი და ეს ჰაერში გაისრო და მეორე დაიქნა და მეორე იმას მოპირდაპირე მხარეს დგომ ჯავახიშვილსკენ მიუშვირა და პაულომ აუკრა ხელი და ჯავახიშვილს ქუდის გახვირდა იმის შლაპა გაუხვირდა თქვია. ჯავახიშვილი ლავრენტი ბერიასთან შეხვედრას ყოველთვის გაურბოდა. მაგრამ 1927 წელს შეხვედრა თავად მიხეილის ინიციატივით შედგა. მიზეზი ბერიას განკარგულება იყო, რომლის თანახმადაც მეტეხის ტაძარი როგორც ფეოდალური ხანის გადმონაშთი უნდა დაენგრიათ. რამდენიმე ქართველი მოღვაწე მიხეილ ჯავახიშვილთან ერთად ბერიასთან შევიდა. ერთსაათიანი საუბრის შემდეგ ლავრენტი პავლოვიჩმა გადაწყვეტილება შეცვალა. მეტეხი დანგრევას გადაურჩა, თუმცა ბერიამ ქართულ საზოგადო მოღვაწეებს წინააღმდეგობა ვერ აპატია.
დელეგაციის ყველა წევრი, მათ შორის მიხეილ ჯავახიშვილიც, სხვადასხვა ბრალდებით დააპატიმრა. იმჟამად გაზეთ კომუნისტში პატიმართა აღიარებითი ჩვენებები იბეჭდებოდა. ვიღაც წერდა, რომ ჩამოვედი თბილისში 36 წელს რაღაცა ივლისის თვეში თუ აგვისტოში ჩამოვედი თბილისში, გავიარე მწერალთა კავშირისკენ. შემხვდა ვიღაც ჩემთვის უცნობ პიროვნებას ასახელებს ეს და ეს, რომელიც იდგა გარკვეულ წრეში ადამიანებისა და მან გამაცნო იქვე მდგომი მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი. აქედან ციტატას ვამბობ, რომელმაც გაცნობისთანავე შემომთავაზა მოდი საბჭოთა ხელისუფლება დავამხოთო. კარგი მეთქი მეუთხარი და შეუდექით ძირგამომთხრელ საქმიანობას. ჯავახიშვილმა პატიმრის ანკეტა 1937 წლის 15 აგვისტოს. დაპატიმრების მეორე დღეს. მისთვის დამახასიათებელი ლამაზი კალიგრაფიით შეავსო. ანკეტის შევსებას თვალს ჯავახიშვილის გამომძიებლები, ლევან აბაშიძე და მიხეილ ნაცვლიშვილი ადევნებდნენ. პატიმარმა ანკეტის შევსება დაასრულა. უფროსმა გამომძიებელმა აბაშიძემ პატიმარზე საქმე ნომერი 9997 გახსნა და ჯავახიშვილი პირველად დაკითხა. მწერალს ბრალს კონტრრევოლუციურ საქმიანობასა და ჯაშუშობაში სდებდნენ. ფორმალური პროცედურის შემდეგ მწერალი შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სარდაფში 77 საგანში ჩაამწყვდიეს. თავად აბაშიძე დაკითხვის შემდეგ სტადიონზე წავიდა. ის საფეხბურთო გუნდ დინამოში თამაშობდა და არც თუ ურიგო ფეხბურთელი იყო. იმ დღეს დინამო მოსკოვის CSKA-ს ეთამაშებოდა. 77 საგანი, სადაც ჯავახიშვილი შეიყვანეს, პატიმრებით იყო სავსე. მიხეილი კართან მდგომმა პატიმარმა იცნოდა, ხმამაღლა თქვა. მეგობრებო, გთხოვთ ფეხზე ავდგეთ. ჩვენთან მიხეილ ჯავახიშვილი შემოიყვანეს. გამომძიებლის კაბინეტი გრძელი დერეფნის ბოლოს მდებარეობდა. იქ ჯავახიშვილს გამომძიებლები ლევან აბაშიძე, მიხეილ ნაცვლიშვილი, თვით ლავრენტი ბერია და საქართველოს უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ქობულოვი ელოდნენ. ბერიამ მიხეილს ირონიულად უთხრა: აბა, ამოიღე და მაგიდაზე დადე შენი ჟანგიანი კონტრრევოლუციური ბებუთი. ეს ფრაზა ჩეკისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მიხეილი დუმდა. ბერიამ ლევან აბაშიძეს ანიშნა. აბაშიძემ მიხეილს მუშტი მოუქნია. ჯავახიშვილმა გონი დაკარგა და იატაკს დაენარცხა. რო დაეცა ბერია გულზე ფეხით შედგომია და უთქვამს, აი ეხლა გადგას ჩეკისტი თავზეო. შემდეგ ჯალათი ფეხორა გამოიძახეს. კარი გაიღო და კაბინეტში წყლით სავსე სათლით ფეხორა შევიდა. კამარში 3 სხვადასხვა ზომის მათრახი ჰქონდა გაჭრილი. პატიმარი მოასულიერეს. მოგვიანებით ჯავახიშვილს ცემა თავად ბერიამ დაუწყო. მიხეილს გული წაუვიდა. თუმცა პატიმარი კვლავ გონზე მოიყვანეს, გამომძიებელმა ნაცვლიშვილმა ექიმი გამოიძახა. ექიმმა მაჯა გაუსინჯა და დაკითხვის გაგრძელების ნება მისცა. არის ესეთი სუკის ექთანის თამარ ვესტაევას მოგონება, რომელიც სუკში მუშაობდა და ის მიყვებოდა დასახვრეტად რომ მიყავდა ხა, ესეც მიყვებოდა თან, მაგრამ მიყვებოდა განა იმიტომ მიყვებოდა რომ ის დახვრეტილთა ის მაჯა გაესინჯა თან, არა, თვითონ დამხრეტა ვინც იყო ხანდახან იმათ გული მისდიოდათ დახვრეტის დროს. პატიმარს ცხვირიდან სისხლი წასწყდა და კვლავ გული წაუვიდა. ექიმმა ნიშადური ასუნთქა. გონსკი მოვიდა, მაგრამ მიხვდნენ რომ დაკითხვას ვეღარ გაუძლებდა. ჯავახიშვილის საგანში ორმა ზედამხედველმა ზურგზე მოკიდებული წაიღო. 1937 წელს 17 აგვისტოს თბილისში მაჩაბლის 13 ნომერში საქართველოს მწერალთა კავშირში უჩვეულო სასამართლო პროცესი გაიმართა. მწერლებმა მიხეილ ჯავახიშვილი გაასამართლეს.
ქართველი მწერლების დადგენილება ასეთი იყო. ჯავახიშვილი, როგორც ხალხის მტერი, ჯაშუში და დივერსანტი, გაირიცხოს მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს. ეს განაჩენი მხოლოდ გერონტი ქიქოძემ გააპროტესტა. ქიქოძე ადგა და დარბაზიდან გავიდა. ჯავახიშვილის წამება თვეზე მეტი გრძელდებოდა. 30 სექტემბერს ორმაზე დამხედველმა 77 საკნისკარი შუაღამისას გააღო. მიხეილ ჯავახიშვილი გაისმა სიჩუმეში. პატიმრები მიხეილს შემოეხვივნენ. კარისკენ წასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. მაშინ ერთი ჩეკისტი მივარდა და მიხეილის საკნის შუაგულში ისროლა. მეორემ წიხლი ჩააზილა. მიხეილი ჩაიკეცა. ჩეკისტებმა კისერში წაავლეს ხელი და კარისკენ წაათრიეს. ჩეკისტმა მწერალს ბეჯებში რეზინის მძიმე ხელკედი ჩაარტყა. პატიმარი გაიყვანეს. საკნის კარი დაიკეტა. ჩეკას ეზოში 200 კაცი სიკვდილს ელოდა. ჯალათებმა მიხეილი მოძებნეს და კვლავ სცემეს. შემდეგ პატიმრები მანქანის ზარაძე შეჰყარეს. ჯალათი იყო, ის დახვრეტას ხელმძღვანელობდა ივან ზახარის შაშურკინი. ტამბოველი გლეხი 4 კლასის განათლება ჰქონდა. ყოველი დახვრეტის შემდეგ, ოპერაციის შემდეგ, ის რო ბრუნდებოდა უკან, ერთბოთ არაყს აძლევდნენ უფრასოდ. და ის თხრებოდა და მე ეყვიროდა, რომ სისხლია, ყველაფერი სისხლი აცია და ეს იმდენად საზღარი კაცი იყო, საშინელი კაცი იყო, თვითონ ჩეკისტებიც ერიდებოდნენ მასთან ურთიერთობას. რუსთავის გზატკეცილის 18 კილომეტრზე ორმოები წინასწარ გაეთხარათ. პატიმრები კონდახის ცემით მანქანიდან გადმოყარეს. ჯალათმა შაშურკინმა მიხეილი აქაც გამოარჩია. რიგიდან გამოიყვანა. ორმოს წინ დააყენა. რევოლვერი კეფაზე მიაბჯინა და მიჯრით ესროლა.